ბებო, ბატონო. რას აკეთებ? რას ვაკეთებ და ხომიცი ღილების კოლექცია რომ მქონდა ერთი წლება. და 5 წლის წინ ჩავაბარე მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. და ის კოლექცია იყო 1100 ცალი სხვადასხვა ფერებით და სხვადასხვა ზომის მეც დააკერებული ასე ქსოვილზე 1100 სხვადასხვა ფერისა და ზომის ღილები. თუ მე ახლა ჩავაბარე, მაგრამ კი დამენანა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ათურაში. და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მე ვიფიქრე, რომ ჩემ შემოქმედებას ოჯახშიდაც დავტოვებ თქო. და დავიწყე ახლის კეთება. ეს ახლა არ დამითვლია რამდენი არის, ალბათ 300-400 ცალი, 400 ცალი ესეც იქნება დაახლოებით და მე რომ შევათავებ საერთოდ ამასა, მე მივუჩენ გარკვეულ ადგილს და ის იყო კიდევ ჩამოსული შედგენახსოვრება ის რუსთავი 2 გიორგი ქოქია ჟურნალისტი და მაგენი და გადაღებულია აქვს ის ღილების კოლექცია. და ამავე დროს ქვილთებს ხო ვაკეთებ კიდევ სხვადასხვა ნაჭრებისგან შემდგას და ისინიც გადაიღო და დიდი მოწონება ქონა იმასაც. ეს ალბათ შენი გაკეთებული ქვილთია, ხო? აი აქ რო რა თქმა უნდა, აფარია. ჩემი არის ესე ვერ ვაჩერებ ხელს, ჭირდება თუ არა და თანაც ახლა სილამაზისკენ მაქვს მიდრეკილება, გავაკეთო შემოქმედებით რაღაცა და გავაკეთე ესეც ახლა უბრალოდ ის არის. გადასაფარებელი გააკეთე, ხო? გადასაფარებელი გავაკეთე ტახტის სილამაზისთვის. ასევე მაქვს შეკერილი ბავშვის გადასაფარებელი სხვაგვარი ქვილთი არის, ოღონდ ქვილთი არის სხვადასხვა ნაჭრებისგან, ასეთი ნაჭრებისგან გაკეთებული და ის ქვილთი უფრო რთულია მეორე, იმიტომ რომ იმას ერთ გულს რო ასეთი გული გააკეთო 4 კუთხედი, 22 ნაჭერი ჭირდება პატარა ნაჭერი. მე სხვადასხვა ფერებითა და დედამ ყავდა მკერავი მე. და რჩებოდა ხოლმე ნაჭრები და საბნების პირების მაქვს შეკერილები ქონდა ბევრი, მაგრამ მე ახლა სიძველე მოიცვალა, გავაუქმე და მე თქვი ნიმუშს მაინც დავიტოვებ ერთსკო და გავაკეთე გალიას ბავშვისთვის საბნის პირი მისგან. და მაქვს შენახული მაინც ჩემთვის მიხარია რომ შევიძელი რაღაცა და გავაკეთე და ვერ ვაჩერებ ხელებს არა ვქნა.